აუცილებელი და სასურველია ყველა ადამიანმა იკითხოს, უბრალოდ მგონია რომ ამ ადამიანთა შორის უმრავლეს წიგნი არ შეუყვარდება. რას კარგავს ადამიანი, რომელიც ლიტერატურას აქცევს ზურგს? ლიტერატურა ხშირ შემთხვევაში რაღაცნაირ ვალდებულებად უნდა ვაქციოთ ადამიანებისთვის. ერთი სული მაქვს გადაცემა, რომ დამთავრდება ეს წიგნია თაროზე უნდა გადმოვიღო წავიკითხო. რამდენად შესაძლებელი არის, რომ ბავშვი უყვარდეს კითხვა, თუ მას არ დაუნახავს არასდროს, რომ უფროსები კითხულობენ წიგნს? ამდენი საცდური რომ ქონოდა, რაც თანამედროვე ბავშვს აქვს, ხო? იგივენაირად მოახერხებდი თუ არა წიგნებზე უთხრა. ძალიან რთული არის ბავშვს, რომელსაც ჯიბეში სმარტფონი უდევს, პირველივე ჯერზე დაინტერესდეს კლასიკური ლიტერატურით. მე არ მინდა რომ კეკეს კონდეს რაღაცნაირი ისეთი ნეგატიური იძულება იმ კონტექსტის გამო, რაც ალბათ შეიქმნება ჩემი გათვალისწინებით. ამ წიგნმა მიმოხვედრა, რომ აი რა მაგარი ყოფილა, რომ აი კითხვისგან შეიძლება რომ სიამოვნება მიიღოს. საბავშვო ლიტერატურა ამ თვალსაზრისით არის განსაზღვრელად მნიშვნელოვანი. გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი შეიძლება გავლენის თვალსაზრისით, ვიდრე მერენდელი ტექსტები, რომელსაც წავიკითხოთ. თუ ჩვენ გვინდა რომ ვიყოთ ადამიანები, გქონდეს ადამიანად ყოფნის ნიშნები, უნდა ვიკითხოთ წიგნები.